მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი გახლავართ. თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ არა მარტო უყუროთ, არამედ მოусმინოთ ჩვენს გადაცემებს ტალღაზე FM 105.1 რადიო ჩართოთ და იქ მოგვისმინოთ. ტრადიციულად ტელეფონის ნომერი ჩანს ჩვენს ეკრანზე და შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. მე დღეს მექნება ერთი თავარი შეკითხვა თქვენთან, ჩვენს ტელემაყურებელთან. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას კობახიძის პოლიტიკურმა ჯგუფმა, ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საზოგადოებაში იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოებრივი ჯგუფები, ახალგაზრდობა, ბოლოს და ბოლოს თანხმობა ჩამოვარდეს. დამთავრდეს ეს რაღაცნაირი აგრესიული მიდგომები, დამთავრდეს სიხისტე, შეიცვალოს ეს ყველაფერი. ძალიან გასაგები და მარტივი პოზიციით. ეს ქვეყანა საქართველო ყველასია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ქვეყნის კეთილდღეობაში, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ საზოგადოებრივი სექტორი. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო და უნდა მივიხედოთ ჩვენ სამშობლოს. რასაც აკეთებენ თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აი ხა რომ გადავხედოთ აზერბაიჯანს, სომხეთს, ორიენტირებული არიან რას იკეთეს შემატომ ხელისუფლებებმა თავიანთ ქვეყანას. და ჩვენ საქართველო მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობთ ურთიერთდაპირისპირების ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ. ეს ურთიერთდაპირისპირება ჩანს ყველგან. არა მარტო პოლიტიკის სივრცეში და პოლიტიკურ სეგმენტში. არამედ დაპირისპირებამ, აი ამ რაღაცნაირმა სიბრაზღემ შეაღწია ჩვენს ოჯახებში, შეაღწია ახალგაზრდობაში, შეაღწია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებსა და ფენებში. ძალიან ნათელი მაგალითია დიუშენის ბავშვებისადმი მიდგომა ხელისუფლების. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ მშობლების განცხადებები, ჩვენ ნახეთ რომ შედგა ბოლოს და ბოლოს შეხვედრა პრემიერ კობახიძესთან. მშობლებმა აღნიშნეს რომ ეს პირველი შეხვედრაა და იყო კონსტრუქციული საუბარი და იმედიანად გამოვიდნენ ამ შეხვედრიდან. გავიგეთ ისიც რომ კიდევ იქნება სხვა შეხვედრები, ანუ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ამ ბავშვების გადასარჩენად, დასახმარებლად. ნუ თუ ამას ერთი თვე ჭირდებოდა, თვეზე მეტი. ნუ თუ ამას ჭირდებოდა ამ ინვალიდის სავარძლიანი ბავშვების საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. ნუ თუ ამას ჭირდებოდა ის რომ მშობელი გარეთ ყოფილიყო. და რამდენი მოწოდება ისმოდა მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მიმართ. ბოლოს უამრავი ადამიანი გამოვიდა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე. და ყველა უკვე იყო ერთსულოვანი და არის ერთსულოვანი ჩვენი საზოგადოება, რომ არ ვკრათ ხელი ამ ბავშვებს, არამედ დავეხმაროთ, გადავარჩინოთ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენაა ბავშვები და ყველა ნორმალური სახელმწიფო ფიქრობს, ზრუნავს, დარდობს და წუხს იმაზე, როგორ დაეხმაროს ბავშვებს და ჩვენ სწორედ ამ გზით უნდა წავიდეთ და არ უნდა იყოს საჭირო მაინც და მაინც საპროტესტო აქციები და მშობლების ქუჩაში გასვლა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს ეფექტური მუშაობა წამლის შესაძენად, მკურნალობის კურსის შესადგენად. ძალიან ბევრ მასალას გავეცანი ბოლო პერიოდის მანძილზე ინოვაციური მედიკამენტების შესახებ და იმის თაობაზე თუ სხვა ქვეყნები, განვითარებული ქვეყნები, როგორ მართავენ ასეთი ტიპის
რომ იტყვენ ახალ დაავადებებს და აი ამ ქვეყნებში მთავარი რაც არის შექმნილია ჯანდაცვის მედიკამენტების ინოვაციური ფონდები. სახელმწიფო რა თქმა უნდა ამ ფონდს აფინანსებს, მაგრამ ასევე სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ფონდი დააფინანსონ დონორებმა, დააფინანსონ მეცენატებმა, დააფინანსონ სამედიცინო კომპანიებმა და აი ასე მაგალითად ინოვაციური მედიკამენტების ფონდი მუშაობს ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ამ კუთხით არის იტალია, თუმცა შეერთებულ შტატებში ძალზე დახვეწილია ეს სისტემა, მაგრამ იტალიაში წარმოებელიც არსებობს, მედიკამენტის წარმოებელი ქარხანაც არის იქ და დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მედიკამენტზე ვლაპარაკობ ახლა და პლუს სისტემა არის აწყობილი. აი ჩვენც, როდესაც ვნახეთ, რომ არის ეს პრობლემა და კიდევ სხვა გენეტიკური დაავადებებია, ჩამონათვალია მთელი ევროპული ქვეყნების აი ამ ინოვაციური ფონდების ბაზაში და მართავენ ისინი ამ დაავადებებს და იქ ამ ქვეყნებში არავინ არ გადის გარეთ, არავის არ უჩნდება ის განცდა, რომ ერთადერთი გზა პროტესტისა მაგ გარეთ გავიდე, პირიქით სახელმწიფო, მესამე სექტორი, მეცენატები, ყველა მუშაობს დამობილიზებულია იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვებს. ჩვენც უნდა წავიდეთ ასეთი გზით. პირველი ზარია ჩვენს ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ. ქალბატონო ლერმა, გეფიცები ყველაფერს გაუჩებული ვარ თქვენით. მე ახლა დღევანდელ საკითხებზე ამსაუბრობ. მე ახლა ძალიან გაუჩებული ვარ იმით, რომ ამ თავრობის ხელფასებთან დაკავშირებით. ყველა დროინდელი დრო გამოვლინდია, სამსახურის მქონეა, პარტიის ყოფილვარ, ყველაფერი, მაგრამ ასეთი რამე სახში რომ მიდიან ახლა ესენი. მე ახლა გულში ვიოხებ ქვეყანთან, იმიტომ რომ ჩვენ ისე საუბრობთ, რომ შეიძლება რომ ადამიანმა დაგელაპარაკოს. სახში რომ მიდიან ეს ხალხი და ჩებიან მარტო ეს მაინტერესებს. რას ფიქრობენ? მე რომ 31 წელი ერთი და იგივე ადგილზე ვიმუშავე, პირნათლად 9 საათის ნახევარზე სამსახურში ვიხარი. რატო უნდა ვიყო 4 საათზე და 5 საათზე? არა ვარ ახლა ავადმყოფი, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფი. ჩათაგამთელი დინარი დღეს, მაგრამ როგორ ამჭირდება წამალი, მაგრამ 400 და 500 წელიწად დღეს ეს ვარა 10 და 20 წელს შეიძლება. მადლობთ. ახლა არ ვფიქრობ, ისევა რამაზე გაოგონებული არ შეიძლება რომ მისწვდე როგორმე რომელიმე ვარა. ეხლა პირისპირ როდავდი არა ვარ ისკალი რომ მაგიკერა სტალინის რაკია რიგორგიოზაძის პარტიაში ვიყავი და გორცი მგონი დღესაც უდებს ჩემი რო გამოვედი მიტინგზე რიგორგიოზაძის ჩემი გამოსვლა ისე მოეწონა. მე არა ვარ ისკალი რომ შემეჩინდეს ვინმე და პირდაპირ მედიცინასთან დღევანდელთან არ დავდგე და არ ვესაუბრო, მაგრამ რას მარტო თავის თავთაბროა. არაფერი ხო არ მაინტერესებს. მადლობთ. ძალიან საინტერესო ზარი იყო. ეხმიანება ჩემს გადაცემებს და საერთოდ ობიექტივის გადაცემების ციკლს სოციალური უთანასწორობის შესახებ, რაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მოხდა ფორმირება ფეოდალური ბატონყმური მონათმფლობელური ყველა ერგება ეს წყობის, სადაც ადამიანთა ერთ ჯგუფს აქვს ყველაფერი, ხოლო დანარჩენს ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა, ეს აქვს. ამ კუთხით ერთი მონაცემი მინდა გაგაცნოთ, ჩვენ იმდენი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 0.7% აქვს
ყველაფერი სიმდიდრე ანუ და 100,000 ლარი ხელფასი იმის ზევით კიდე რა ვიცი 3 მილიონამდეც და დანარჩენ 99.3%-ს აქვს ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის. აი იმდენი საუბარი იყო ობიექტივის ეთერში ამ მონაცემზე, რეალურ მონაცემზე, ტრაგიკულ მონაცემზე, რომ დღეს აი როგორც ჩანს ერთ-ერთი ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემს, ეს არის PMCG, ალბათ ქართულ ოცნებასთან აქ რაღაცა ბმა და გვეუბნება რას, ნახეთ რომ საქართველოშიო ხელფას 9600 ლარი და ზევით, აი რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, 9600 ლარზე ზევით კიდე ხელფასებსო იღებს თვეში 34,412 ადამიანი. აი ნახეთ რა, მთელი საქართველოს მოსახლეობის გამოდის 0.8%. ეს 34,000 ადამიანი დაახლოებით. იგივეა, რასაც ჩვენ ვამბობთ, უბრალოდ 10,000 კაცი მოუმატეს, თორე სურათი ხომ არ შეიცვალა. ეხლა 0.8% ჩვენი მოსახლეობისა 9,000 ლარი და ზევით და მთელი სიმდიდრე მათ ხელშია მოქცეული. განა ეს არ არის უთანასწორობა, აბა რა არის. და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს გადაცემებში მუდმივად, რომ უნდა იყოს დაცული სამართლიანობის პრინციპი. აი არ შეიძლება თქვენ რომ 37 წლის მანძილზე თქვენ სამსახურს, ქვეყანას, პატიოსნად ემსახურეთ. მერე გაირკვეს რომ თქვენ საკუთარმა სახელმწიფომ დაგტოვათ სრულიად დაუცველი. და 1000 რისკის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ დღეს რა გამოწვევების, რა პრობლემების, რა სიდუხჭირის წინაშე დგანან ჩვენი პენსიონერები 800,000-ზე მეტი ადამიანი, ხომ? ზარი კიდევ ერთი ეთერში. ალო, გამარჯობა, თისაუბრეთ. ხო, ახლა ვირმა, ჩემო კაიგო, შემოგევლე. ჩემო მათელა გელაპარაკები რა და აი თიყვანო გეულები ცხოვრებაში. რა, ჩი, თემი ცხოვრების გამავლობაში ატარა მაგალითად ვიყავი შენ და ესე ბესიაში რომ მიდიოდი ხო და სიტყვა შეყვანოს ვაგეთები ცხოვრებაში მართლა გელაპარაკები ადამიანებო ბიჭო ეს სამოცს მიტეული კაცი ვარ უკვე და ეს ჩემი ხუბი ჩემი სამწავლო ყველაფერი შემოგულირება ბიჭო გემიწები რა უბრალოდ რა ჩი სოციალურ დახმარებასო ადამიანს დაუკვირდე ცხოვრებაში რა აი ძალიან ხუს რა აქედა გამომიარე დუბერე პენსიონერები ხო ლაპარაკი არის კაცო რა ჯანჯობა ადამიანებო ისო მილიონერი მაგრამ მეც რაღაც გააკეთე ხოლმე კომიტეტი ჩიყვანო გააკეთე მორება კაცო ახშელი ადამიანები ოღონდ ხოდა აქედა გამომიარე ირმა და შემოდავით აი უცხირვალ ადამიანს ცხოვრებაში რა გამიხუჯოთ კაცოლებო რა პოლიტაბოლოს ამერიდა კაცი ყველაფერი ბატო რა ხდება ადამიანებო მადლობთ გავლილი მაქვს სამაჩაბლო გავლილი მაქვს აფხაზეთის ომიო ხა ბრძანა ჩვენმა ტელემაყურებელმა ჩვენ ხშირად საუბრობთ ბევრი ვეტერანია ჩვენს პარტიაში ომის ვეტერანები და ხშირად საუბრობთ იმაზე რომ როცა სახელმწიფო ვეტერანის დამსახურებას ასლარად აფასებს და საკუთარ საქმიანობას 16,000 ლარად რა უნდა ილაპარაკო შენ რა უნდა თქვა რა შეფასება უნდა გააკეთო და რა მაგალითია აი ეს მომავალი თაობისთვის რომელმაც ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ თუ დადგა რაღაცა საკითხი ჩვენი სამშობლოს დასაცავად უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენი სამშობლოს დაცვის სასარგებლოდ მაგრამ ეს პრაგმატული თაობაა მეგობრებო უკვე ეს ჩვენ რო ვიყავით იდეალისტები და პირდაპირ გავრბოდით ომში და თავს წირავდა ჩემი თაობა დღეს ახალი თაობა უფრო პრაგმატულად უყურებს ამ ყველაფერს და ანალიზებს ამიტომ ჩვენ ხო უნდა მივცეთ მაგალითი რომ დაფასებულია ვეტერანის სიცოცხლე ვეტერანის თავგანწირვა კიდევ ერთხელ მინდა
შემოვიყვანოთ ტელემაყურებელი და გავაგრძელებთ თან საუბარს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ვეტერანთა დეპარტამენტი ბევრს აკეთებს ჩვენი ვეტერანებისთვის, მაგრამ საჭირო არის სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანებში იყოს შეტანილი ვეტერანთა დაცვა ქვეყანაში. ღირსება უნდა ჩანდეს, რომ წამოწეულია წინა პლანზე ვეტერანთა ღირსება, მაგალითი უნდა იყოს ვეტერანი ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ის დაცულია. თუ დეპუტატს აქვს, ისედაც მილიონერ დეპუტატს 14,000 ლარი ხელფასი, ჩვენ ვეტერანს 24,000 ლარი ეკუთვნის და მეტიც ეკუთვნის. ზარი ჩვენს ეთერში. ალო. გისმენთ ყურადღებით. ალო. ისაუბრეთ. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. გამარჯობა. არც პოლიტიკას არ მეკუთვნი, მე არა ვარ პოლიტიკოსი და არც არასოდეს მქონია მხოლოდ მე ვარ უფლის მადიდებელი და რადგან უნდა გავაკეთე იცით ქალბატონო ირმა, საქართველო ეს არის უზრუნველობის მდგომარეობაში. არ ვიცით მქერპატისება ან სამსუფალი არაფერი ჩვენ არ ვიცით და გვინდა რომ ყველაფერი კარგად იქნეს. ეს ხო არ არის არა? თავარია რომ როგორმე საქმეებში გაძლიერდეს ერი საქართველოსთან და ეს მიზრი ეს ბედურება ესპანეთის ლანძღვა უნდა დავამთავროთ, უნდა შევრიგდეს ორივე მხარე ყველა თითოეული ჩვენთაგანი ჩემგან დაწესებული მას დამნაშავე. იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ ქრისტიანული რაც იყო. თუ ეს არ ახმედა ქალბატონო ირმა, რომელსაც მე ძალიან დიდ არაფერი არ მოხდება. მე გამოჩნდება ვიღაცა პიროვნება და იტყვის, აი ამ ვიაროთ, უნდა გავყვეთ იმას, სხვა არ არის. მარტო ლაპარაკი არაფერს არ იზამს. თუ არ დაუბრუნდა ერი ეკლესიას, თუ არ შეეშვიდა უფლის და მისი გამიჯის, არაფერი არ გამოვა. მადლობა. დიდი მადლობა, მე გადაცემა დავიწყე. თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, თქო ტელემაყურებლის, როგორ უნდა ჩამოვარდეს ჩვენ საზოგადოებაში თანხმობა და გაქრეს ეს ამდენი მტრობა, ამდენი შუღლი, ამდენი ბოღმა, ამდენი აგრესია. მე გადაცემის დასასრულს მექნება საშუალება, რომ ჩემი მოსაზრება ჩამოვაყალიბო და მივმართო კიდეც ხელისუფლებას, მე როგორ ვხედავ და ჩვენ როგორ ვხედავთ ამ ყველაფერს, მაგრამ მანამდე მინდა თქვენ მოგისმინოთ. თუმცა თქვენ ზარებში კვლავ სოციალური თემატიკა, ეს უთანასწორობა, ეს თემები ჟღერს, ანუ ჩანს, რომ ძალიან ტკივა ეს ჩვენ საზოგადოება. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ. გამარჯობათ. ალო. ისაუბრეთ. გთხოვთ, დაიცადოთ. როდესაც დარეკავთ, პირდაპირ დაიწყეთ საუბარი, ცენზურა არ არსებობს ობიექტივში, შეგიძლიათ თავისუფლად დაგვიკავშირდეთ, ისე რა საინტერესო იქნებოდა ესეთი ფორმატი, აი წეღარ მომივიდა თავში და მე აზრი გამიწყდა. ხალხის პირისპირ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, გახსნას ესეთი პროექტი ხალხის პირისპირ და აი ხა რომ დებატები დაარქვეს და თავიანთი სასურველი პარტიები რომ იყავთ იმ დებატებში ხელისუფლების წარმომადგენლებს და თითო რო არჩევენ ვინ მოიწვიონ, ვინ არ მოიწვიონ, მისება ედებატონ და ვის არა შეირჩეს მთელი საქართველოდან მოსახლეობა და ეს 10-12 კაცი დაუჯდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დებატებში. და აი ხალხს ესაუბრონ ისინი და ხალხის კითხვებს გასცენ პასუხები. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ეს, იმიტომ რომ ჩვენ ობიექტივს ღია გვაქვს ჩვენი ეთერი ხალხისთვის, პოლიტიკოსების პირდაპირ ესაუბრებით ხალხს და კრიტიკული შენიშვნებიც არის ჩვენს მიმართ, რაღაც რჩევებსაც გვაძლევთ და ვიზიარებთ. აი მოусმინოს ხალხს ხელისუფლება პირდაპირ ეთერში ხალხთან კონდეს ეს დებატები. აბა ვნახოთ ერთი
არგუმენტები არ აქვთ თუ იტყვიან მე ზარია კიდევ ერთი ირმა ხაზე ვარ ხაზე ბძანდებით რა უნდა შემეკითხო საყვარელო ირმა მე დუშეთიდან გელაპარაკებთ დიახ არა მაქვს შესაძლებლობა რომ ჩემი საქმე მოვაგვარო მე ვყავს ობლები რომლებსაც ნაკვეთი ქონდათ 2001-გან 3500 მეორეგან ვერ ვიმტკიცებ რომ ჩემ ობლებს დაუმტკიცო ეს ნაკვეთი რატომ რა პრობლემებია ვინმე პრობლემები გეტყვით ახლა პრობლემა იმაშია რომ ეს იყო ჩადებული რა ქვია მიწის ნაკვეთი გასაგებია მე მიწის ნაკვეთი იყო ჩადებული სხეულმა დაიხსნეს ყველას დაუბრუნდა მაგრამ ჩემ შვილებს არ აძლევენ ჩემ შვილებს არ აძლევენ ობლებს ხოლმე რადგან კაირის ვიღაცა მანახა ადვოკატი რომ დამეხმარებოდა მოდით ესე გავაკეთოთ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი დუშეთიდან დაგიკავშირდებათ და ვნახოთ აბა ერთი უფრო ჩაიხედავს ამ საკითხში და ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს მე თქვენი ამომრჩეველი ვარ თქვენ ბიჭებს ყოველთვის მხარ დიდი მადლობა მოკითხვა დუშეთს დუშელებს ჩემი სამშობლოა დუშეთი იცით და ეს მხარე ძალიან მიყვარს ისევ როგორც მთელი საქართველო ჩვენ საუბრობთ ორი მიმართულებით წავიდა ახლა დღევანდელი გადაცემა ერთი მე დავსვი ესეთი კითხვა რა უნდა გაკეთდეს იმისათვის ქვეყანაში რომ ეს ბრაზიანობა დამთავრდეს და სიყვარულმა იხაროს ისე სინამდვილეში ძალიან ადვილია ამისი გაკეთება ქვეყანას უნდა მართავდეს ხალხი რომელსაც მოსიყვარულე გული აქვს ამას ვერ ვხედავთ ჩვენ და ეს გვაწუხებს ჩვენ რომ სულ არის ყველა ხელისუფლებას ეხება ეს მანამდე ვინც იყო ხო ის იყო რას ამბობთ სიყვარული კი არა ხალხისთვის რა ევნოთ და რა დაეზიანებინათ იმაზე იყვნენ ორიენტირებული მაგრამ სამწუხაროდ არც ესენი არ აკლებენ ეხლა რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ და ორი მიმართულებით რომ მიდის საუბარი ერთი არის ეს რა უნდა გაკეთდეს რომ ქვეყანაში დამთავრდეს ეს რაღაცნაირი სიბრაზე და ყველა ერთად შეუდგეთ სიყვარულით ამ ქვეყნის შენებას და მეორე კიდე აი ამ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით უთანასწორობა უზარმაზარი უფსკული ამ ჯგუფს პატარა ჯგუფს და ხალხს შორის აქაც ბევრი რამ არის შესაძლებელი ამ მიმართულებით ზარი ჩვენს ეთერში გაითიშა თავიდან დაგვიკავშირდით ჩვენი ეთერი ღია არის თითოეული ტელემაყურებლისთვის წეგან გაგაცანით მონაცემები არის ხაზე ტელემაყურებელი თუ არის შემოვიყვანოთ ალო ისაუბრეთ ალო გამარჯობათ გამარჯობა ქალბატონო ირმა გამარჯობა ძალიან მჯერათ ქვეყანა ხალხის საუბარი მაგრამ ფიჩი მწამს და ბოლო მაკვირვებს თქვენი ლაპარაკით რას ვაკეთებთ რა საშუალება ეძლევა დაღუპულ დაქცეულ ხალხს სოფელში ერთი ახალგაზრდა არ არის რომ კდარი მიასაფლავონ და კდარ სასაფლაო გუთხარო სოფელ მერიაში კარგად მომისმინე ქალბატონო ირმა არ გამომთიშოთ სანამ მე არ დავამთავრებ სიტყვას ირმა ოზურგეთის რაიონის სოფელი მერია ჩამობრძანდი თქვენ თვითონ და დაათვალიერეთ საწყალე ბაღის ბავშვები საბჭო საექიმო პუნქტი ბიბლიოთეკა ბავშვების ბაღი საბჭო თავზანე ყველა მოხრიდა დახშობილია ბაღნები საფხურში ძირში ვერ ჩამოვიდა საბჭოში ჩამოდით ნახეთის ბაღი სადაც ბავშვები რას ლაპარაკობთ ხათო ბებრები წასული ვარ ახალგაზრდებზე უნდა იფიქროთ ჩემო ირმა ახალგაზრდებზე ბავშვები თუ არ დაიზარდნენ საიდან იქნება ახალგაზრდა ამოხჩობილი არიან ბაღლები გარეთ ვერ გამოყავენ ხტიბარგვა იქ ურეხში წეყვანეს ჩემი ეზოიდან ურეხში წყალი ჩვენთან არ არის საექიმო უბანი ჩვენთან არ არის ყველა ფასებულია ვიწრო ორ სართულიან
შენობაში. ჩამოდით თუ ბავშვების ჩამოსაჯდომი ადგილი იყოს სასასვენებელი. ან ბავშვები თუ გამოვიდნენ ეზოშიდან ის ადგილი იყოს დამაჯარიმეს, დამსაჯეს, დამიჭირეს. ქალბატონო. ისერი გაჭირვებული სოფელ მერიისთან გაჭირვებული არ არსებობს. იმ ქალბატონმა რომ ჩამოგზავნა აღა პრაზნიკზე, რატომ არ ამოვიდა და სოფლები არ დამთვალიერა? რატომ არ იკითხა სოფლების საქმე? აი ისე ჩავარდეს მისი ოჯახი. მე 77 წელში ვარ შემოიღმა. შრომაში არ მეყოლა შვილი, გავზარდეს ხვიჩიშვილი. იმფერი შვილი მყავს რომ ღმერთმა ჩემს მოკეთეს. მაგრამ რამე ვერ გავხდი ფირმა. ნიგოზი შეჭამა ფაროსანა. ნიგოზი თხილი ფაროსანა. დათესავ მიწაზე არაფერი არ მოდის. მოიტანეს, მოიყვანეს ფაროსანა. ფაროსანა რომ გააშენეს, სხვა რაცა გაეშენებიეს სასარგებლო. ხანებიო, მიწებიო, გვაფლია. რა დავთესოთ მიწაზე? დავთესოთ სიმინდი გაახოტრა იმ ფაროსანა. დავგეს პამიდორის ჩვენზე უწინი მან შეჭამა. რითი ცხოვრობს, რითი ვიცხოვროთ. ამასობაში გახეკია ირმა ქალბატონო გენაცვალე რომ მოკდეს ვინმე და გადუძახო მეზობელს ვინმე ვერ მოადა არავის შემოხედავი არა. სად არის საქართველო? სად წევიდა ჩემი ტკბილი საყვარელი, ჩემი სამშობლო აჭარამ 300 წელი იბრძოლა და თქვენ გეცოდინებიან 300 წელი ქართველობა შეინარჩუნა, ყველაფერი კაი შეინარჩუნა და დღეს საქართველოა და მე ამ განათლებულ ქვეყანაში მართლა საქართველო უნათეს მიდის დეტაცვატირე მაგენის მადლობთ ზარისთვის. მე მახსოვს წინა გადაცემაშიც ისაუბრეთ თქვენ ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაზე და იმ ვითარებაზე, რაც ამ სოფელშია. ჩამოვალ ქალბატონო, აუცილებლად ჩამოვალ, მაგრამ ერთი აზრიც მიტრიალებს ახლა თავში. ამ სოფელში ქართული ოცნება გაიმარჯვებდა, ასე არ იყო. და ახლა ალბათ სოფლის რწმუნებულია თუ სხვა ხალხი თუ რაიონის დეპუტატი თვალით არ გინახავთ. საგარეჯოში ამდენი წელი გავიდა 2015 წლის მერე და მაჟორიტარი დეპუტატი კიდე მე მგონი ვარ ხალხს რო გავივლი და მხვდებიან ხოლმე და არჩევნები რომ იქნება მაშინ უნდა გააკეთოთ ყველამ და გავაკეთოთ ის არჩევანი რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ხალხზე მზრუნველი ჯგუფი. აი ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს და ეხლა უფლებამოსილება არის საჭირო იმისათვის რომ თქვენ სოფელში ვითარება შეიცვალოს. მე რომ ჩამოვიდე არაფერი ბერკეტი არ მაქვს რომ თქვენ სოფელში ვითარება შევცვალო, გავაუმჯობესო და ეს ბერკეტი უნდა მოგცეთ და უნდა მომცეთ და მაშინ რაღაცას შევძლებთ. მაგრამ ხომ ხვდებით რაზეც ვსაუბრობთ, არჩევნები როცა მოდის ხოლმე მერე დაიწყება რომ აი სოციალურ დახმარებას წამართმევენ და ჩემი შვილი იქ მუშაობს და ეს ძალიან მავნე პრაქტიკაა, რასაც ქართული ოცნება იყენებს და ეს წნეხი უნდა მოიხსნას საერთოდ და მაშინ ყველა მიიღებს იმ მხარდაჭერას, ყველა პარტია რა მხარდაჭერაც რეალურად აქვს ამა თუ იმ პარტიას. და თქვენ სოფელში ქართული ოცნება ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა და დარწმუნებული ვარ. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ. ალო. გისმენთ ხმა მაღლა ცოტა. ისარ. გამარჯობა. გამარჯობათ. ქალბატონო. გესმით? მესმის, თქვენი ტელევიზორს ხმა უნდა დაუწიოთ. ძალიან კარგი. იცით რა, სოფლის მეურნეობა განვითარდა, ეკონომიკა განვითარდა. ყველა მასალა მომზადეთ, ზუგდიდში არის მიწები. გესმით, ქალბატონო? გესმით? მესმის, ქალბატონო, ისაუბრეთ. კი გენაცვალე, ისაუბრეთ. ხოლოსი, ზუგდიდში, ხოლოსი დაგიგია? ლეკიანი, მოლიანი, ხალიანი. იცით როგორი მიწები არის, როგორი მიწები იყო? ხერხის პილარო გამექცია, ახმაგაც მოგიყვება.
ეხლა რომ ნახოთ გავრცელებული არის პილოტი, ხო ის პილოტი როგორი ძიმე სცენარია მაგას და ისა ხემო არაფერი რომ არ იწესება, აცი ყურადღებას არ აქვს. ახლა კიდევ ისა ჯანდაცვის მინისტრმა საკანო 50 ლარი მოგიმართ. 55 ლარი, 5 ლარი რაც შეიძლება, სანი 2 კილო კარტოფილია. რატომ იაძლევ გეცხოვი? რატომ იაძლევ? გესმის? კი ბატონო, ისაუბრეთ. საბატონო ირმა? მესმის. გესმის საბატონო ირმა? მესმის, კი ბატონო. ეს ახალარი მაქვს. თუმცა რომ გავხსელოთ, გესმის? რომ გავხსელოთ კომის ფოვნა. ისა რატია? ლატარია. სლაფი მოხმარების ლატარია. რომ შეიყიდო. 230 წელი რო იყიდო, ერთ სამლარიასაც ვერ მოიგებს. რაც ხალხი 30 წელი ეს ფუტლარი მაინც გამოუშვა. გესმის? კი ბატონო. მადლობა ძალისთვის, მესმის, გავიგე ყველაფერი. ნეტა არ მესმოდეს ქალბატონო, ამდენი სადარდელი, რა სადარდელიც ისმის ამ სტუდიაში. ნეტა თქვენი გახარებული და ბედნიერი ზარები მესმოდეს, თორე მესმის რასაწყობით, მესმის და სიმართლე გითხრათ დამძიმებული გულით გავდივარ ამ სტუდიიდან, ყველა გადაცემის მერე, ზარი კიდევ ერთი. ალო, ისაუბრეთ, გამარჯობათ. გამარჯობა გინეცვალი ირმა შვილო. აი ხა თქვენ უკვე იმდენად ისე უკვე მეტივება შვილო. ჩვენ იმ ხალ წინა გამოსვლას მეთახები. ჩვენ საქართველო აღარ აქვს. აღარც ქართველები არიან. სუცხვები არიან ჩამოსულები. და მეორე მე ამ თავრობის რაც არ უნდა იყოს უკვე აღარ მჯერათ შვილო. მათ იმდენი ცოდვა აქვს ჩადებული ხალხის წინაშე, რომ მათი პატიება არ შეიძლება. ვერ ვაპატიებთ მაგას. ამდენ სისხლის ზღვრას, ამდენ დაჭერებს, ამდენ შეურაცხყოფას. ამის პატიება არ შეიძლება. ამას წინათ მინდოდა დამერეთა თქვენთა შვილო თქვენ რაღაც ისე ლამაზად ასვით ასეთი ლამაზია ჩვენი სამშობლო ლამაზი მტებია დაწერება შვილო სადღა გვაქვს სამშობლო სადღა მტები საზოვრები წაათვეს ხალხს აგენ თემზე კიდე აგრევე რაღაცებს აშენებენ ოქროები მიაქვს ვერცხლი მიაქვს რაღაც ბეტონებენ ჩვენ შვილო თბილისი ხო ჩაგვაბეტონეს აი რომ აქუნე ადამიანის და ბეტონს მოადებენ თავზე ისევ აქვს ჩავასtildeებს ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლება სულ თქვა არ შეიძლება სად არის ჩვენი ძველი თბილისი სად არის გეზარება ქუჩაში გასვლა სულ მოკლედ ჩაბეტონებულები ვარ აღარ აქვს ის ლამაზი თბილისი და მაგათ იმდენი აქვს თქვენ გონიათ შვილო აი ხა ერთ რამეს გეტყვით თქვენ გონიათ მაგათ წასვლა უნდა მაგრამ ვერ წავლენ იმიტომ რომ იმდენი აქვს ნაჭამი რომ ეშინიათ ციხის ეგენი მიადგებიან და სუსტანა ბოლომდე არ გაგონადგურებენ შვილო მაგენი წამსვლები არ არიან რაკნათ არ ვიცი აი წრემლები მომდის რომ ქალაქში რომ გავდივარ ჩემი თბილისი აღარ არის ის თბილისი მადლობთ დიდი მადლობა ზარისთვის მართლა ძალიან ლამაზია ჩვენი სამშობლო და კი წინა გადაცემაში ვთქვი მე რომ ესეთი ლამაზი ქვეყანა აი მოდიხარ აჭარიდან თბილისისკენ თუ ლაგოდეხიდან თბილისისკენ და შეხედა ულამაზესი ბუნება ხალხიც ნიჭიერი ძალიან ნიჭიერი ერი ეხა ჩვენ ერს აქვს განსაკუთრებული ნიჭი შემოქმედებითი ერი ვართ აი ამ შემოქმედებითობის ხელოვნების კუთხით ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და პარალელურად ამავდროულად მათემატიკის საოცარი ნიჭი გვაქვს ეს ტექნიკური უნარებიც აქვს ამ ერს საოცარი
და ჩვენ ხედავთ დღეს რომ აი ამ ყველაფერს ამ ლამაზ ბუნებას ამ რესურს ადამიანურ რესურს რატომღაც ვერ დაარიყენებს ეს ქვეყანა თორემ ჩვენ დღეს მართლაც ბედნიერი უნდა ვიყოთ ბედნიერი სახელმწიფო უნდა იყოს რაღაც აშენებული უნდა გქონდეს უკვე და არ გამოდის წინ ვერ მიდის ეს ქვეყანა თუ მიდის კიდე წინ მიდის რაღაცა ადამიანების ერთი ჯგუფისთვის და არა ქართველიერისთვის რომელიც გმინავს ოხრავს და ჩანს აგერ ამ გადაცემებში და ობიექტივის ეთერში ეს ყველაფერი სულ რომ საოცარი ოპტიმისტური მონაცემები გაავრცელოს ახლა ქართულმა ოცნებამ ეკონომიკის ზრდაზე წინსვლაზე ფასები არ იზრდებაო კაცო ეთყობა მე რაღაცა სხვა განზომილებაში ვარ მაღაზიაში რო შევდივარ ხო სად არისო ფასებიო სად გაიზარდაო შემცირდაო ხო არ შეიძლება ესე დაგვრცინოდნენ და ხო არ შეიძლება რომ ქართველი ერი იყოს როგორც გერი თავის სამშობლოში ეს არის ყველაზე დიდი საწუხარი და სატკივარი იქნება ჩვენი ახალგაზრდობა თუ ხანდაზმული მოსახლეობა ყველას ერთნაირი ტკივილი აქვს ჩვენ სამშობლოში გვინდა ჩვენი ადგილი ვნახოთ აქ გვინდა რომ ვიხაროთ და არავის არ ეხალისება აიყაროს ამ ქვეყნიდან და სხვაგან წავიდეს და სხვა ქვეყანაში იპოვოს თავისი და მისი შვილების მომავალი მე კიდე არ მინდა ტელემაყურებელი დავაყოვნო და გავაგრძელებ ამ აზრს ზარი ჩვენს ეთერში ისაუბრეთ გამარჯობათ გამარჯობათ ქალბატონო აი ახლა უსმენთ თქვენ ტელევიზიას და მაგვირებს ეს ხალხი ზოგს ღობეად გახურეთილი ზოგს აროსანაწუხებს და ესეთი თვლმანი რაღაცები როგორ უნდა შეგაწუხონ დაჯდნენ და იფიქრონ თქვენნაირი ადამიანი როგორ გახდეს პრეზიდენტად აი მაშინ ეშველებათ არ ღობე გაეხურიტებათ არც ნიგოძიზე ეცემათ თავზე და არც კიდე რაღაც თვლმანი რაღაცები როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცები შეგაწუხოთ დღესაღამე გახადონ პრეზიდენტად და დაისვენებს ეს ხალხი იმიტომ რომ თქვენს მეტი არავის კარგი არ გაუკეთებია ამ ცხოვრებაში რამდენი ბავშვებს გადაეცით თანხები ოჯახებში მრავალშვილიანი და რამდენი ზბინები დაურიგეთ ასე არც ერთმა არ მოიქცა არავის ყველა მუთაკაში ჩაალაგა თავის ფულები და კარგად იყავით აი დაფიქრდნენ ხალხმა როგორ გაგხადონ პრეზიდენტად მადლობ დიდი მადლობა ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ასეთი მხარდაჭერისთვის მაგრამ სიმართლე გითხრათ მე უხერხულება ეხა პირდაპირ ეთერში ამისი მოსმენა იმიტომ რომ სხვა ბევრი კარგი ადამიანია ჩვენს გარშემო ვისაც მე მაგალითად პრეზიდენტად ვისურვებდი და ვანდობდი ჩემს სამშობლოს ტკივილიანი ზარები ისმის ობიექტივის ეთერში და რა კარგი სიტყვა გიხაროდენ ლოცვაშია ხო ეს გიხაროდენ როცა ვკითხულობთ ლოცვას და ეს მინდა გისურვოთ გიხაროდენ ხალხო რა და რაღაცნაირად შევძლოთ ის რომ ჩვენ შევცვალოთ სასიკეთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის თორე ის 24,000 კაცი რომელიც წურბელასავით აზის კისერზე ამ ქვეყანას და წოვს თავის სასიკეთოდ ისინი არ დაიკარგებიან საშვილთაშვილოდ არიან უკვე აღჭურვილები ყველაფრით ფულითაც და ქონებითაც და სიმდიდრითაც და რა არის ნებისმიერი ხელისუფლების მიზანი რა უნდა იყოს კაცო შენც გაიხარე და ხალხიც გაახარე შენც გამდიდრდი და ხალხიც გაამდიდრე და შენ რომ ფიქრობ იმაზე როგორ უზრუნველყო საკუთარი თავი მოდი ხალხზეც იფიქრე ისე ჩემი აზრით პირიქით უნდა იყოს ყველაფერი ჯერ ხალხზე უნდა ფიქრობდე და მერე საკუთარ თავზე ხელისუფალი რო ხარ მაგრამ კარგი რახან ამ გზით მიდიხარ ამ ფეოდალურ ბატონყმური გზით შენ რომ 16,000 ლარი გაქვს იმას 10,000 ლარი გაუხადე ანაზღაურება შენ რომ 14,000 ლარი გაქვს დეპუტატს და კიდე მილიონერი ხარ
აქეთაც გამოიხედე და ხალხზე იფიქრე და რაღაცა ბალანსი შედგება და მე თანხმობაც ამას მოყვება უკვე. ზარი კიდევ ერთი. ისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით საბატონო იღმა. გამარჯობა. თქვენ წესთან საუბრობთ დებატებთან დაკავშირებით. მე უსმენდი კალაძისა და აქეთ რომ პარტიების ძალიან გვიან იყო და ასე გვიან არჩევნია, მაგრამ ისე გაბრაზებული და მაინც გადავდები თავი. რა აზრი ქონდა ახლა ის გამოსვლას და ამ პარტიების წარმომადგენლებისგან? არც ერთი მე ხო ხალი ახლა ჩვეულებრივი არა ვარ ახლა პარტიის წარმომადგენელი და რაღაცა. ერთი პასუხი თუ გასცა ისეთი რომ ადამიანს გულზე მოგცლო და მალამოსავი. რა აზრია? აქ აზრი მე მაგალითად ახლა ვინმე კითხება და მაგრამ საერთოდ არ უნდა დაელაპარაკო მაგას ხალხს. არაფერზე, არც ახმარებაზე, არც მომავალზე, არც არაფერზე რაღაცა უნდა აკეთო შენთვის, რომ რაღაცას მივაღწიოთ, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. როცა არჩევნები ახლოვდება და გეხვეწებიან, შენი ჭირიმე ოღონ ხალხი მომიძებნეთ, ოღონ ყავდეთ თქვენი მომხრეები და აგერ ტელეფონებს დაგირიგეთ, აი რომ მოუკვდეს ადამიანებს. ვერ მიაღწევ, რომ იქამდე რომ გაიგო, წელიწადი რო ეძებო, რომ მიწვდე, რომ რომელიმე იქნებ კაის გეუბნები, ალიზები კითხულობდი ბევრ რაღაცებს, მთელი ღამე ფიქრობდაო დღის დასაუბრებებს და აკეთებდა ანალიზო. იქნება რაღაცას გეუბნები საუკეთესო. რა მოხდება რომ გიპასუხოთ? არ უნდა გიპასუხოთ, არც ესენ, არ შენი ლაპარაკი არ ჩააგდონ არაფრად. აიღო თვითონ ეს მილიონები, როგორი წლია, მე 400 ვერ ვიცი და 15,000 როგორი წლია, რომიდია, მაგრამ 10 ბაზარში არ მილიან, 10 ბაზარში არ შევდნენ, არც სულსაც იყიდიან, არც არა ხომ იცით ახლა ეს ახლა მაგას მაგინდა თქვა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ თქვენთან დავრეკოთ და თქვათ და ამიღოთ გულიდან ესაცმლით, ჩვენ მართლაც ტელევიზია არა ვარ, ჩვენ ყველაფერი გამოვიარეთ. ეხლა ესენი გადიან, ჩვენ გამოვლილი ხალხ. და ვიცით, რომ რა ხდება. აბსოლუტურად ვიცი, აბსოლუტურად. ყველა კულტურულ განათლებიდან, ძალიან დასწრიდან აბსოლუტურად პრობლემა. როცა ვერაფერს ვერ აკეთებ, ისა დიოხელიძე დემური ამბობდა უფრო ადრე ხედავდი თქვენ არხზე, რომ 1,500,000 ვარ საქართველიო. ესენი რომ დახენა 400 მილიონი ვარ და 2 მილიონმა ხმა მოგცაო. რა ფერმისა 2 მილიონმა ხმა? რა ფერმისა 2 მილიონმა ხარ ხა? თუ ის ზანგები და ზიგენი თურქები არ ვიცი. მე ახლა მაინც უხوار ძალიან ფარა მადლობ ზარისთვის, ბევრი ზარია და მინდა რომ ყველას მიეცეს საშუალება შემოვიდეს ჩვენს ეთერში მისი მოსაზრებები გაგვიზიაროს, გაგრძელდება კიდევ ობიექტივის ეთერი და იქაც გექნებათ საშუალება რომ დარეკოთ და თქვენი მოსაზრებები ჩვენც გაგვიზიაროთ და მთელ ქვეყანასაც ერთი რაღაცა გამახსენდა წეგან. ახალგაზრდა უწვერული ჩინოვნიკი გამოვიდა რამდენიმე თვის წინ ტელეეთერით, რომელიღაცა სამინისტროს მინისტრის მოადგილე და იყო საუბარი კორუფციაზე, აი მაღალ ხელფასებზე და ასე შემდეგ და ეს ახალგაზრდა კაცი ყვება ასეთ რამეს. კიო მეო წლებია ვმუშაობ უკვე საჯარო სამსახურშიო და ვერ გავიგე რატო არ მეკუთვნისო მქონდესო მილიონიანი აგარაკიო, მქონდესო რამდენიმე ბინაო, რომელსაც გავაქირავებო, ვიყო მდიდარიო, სახელმწიფო მოხელე ვიყავიო, კაცო ხო დავაგროვეო ამასობაშიო რაღაცა ფულიო და მერე მოაყოლა, იცით რომ აი ესო რო გქონდეთო სიმდიდრეო, აგარაკები, სახლი რამდენიმე ძვირადღირებული მანქანები, ნიჭი გჭირდა, ნიჭიერი უნდა იყოთო და მე ვარო ნიჭიერიო. მეგობრებო, ეხლა საჯაროდ მინდა გითხრათ, რომ აი ამ მიმართულებით ქონება როგორ დააგროვო, ძალიან უნიჭო ადამიანი ვარ მე ეთყობა რა.
და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით ნიჭიერებას თქვენც დაგიწუნებდათ ეს ახალგაზრდა კაცი, იმიტომ რომ 16 წლიდან მუშაობ, რომ ახსენდება ხოლმე ჩემი ცხოვრება, არც ერთი ზაფხული არ ყოფილა, რომ შვებულებით მესარგებლად ამესვენა. რა ვიცი, სულ მუშაობდი ტელევიზიის პირველ არხზე, მერე გავიარეთ უმძიმესი წლები სააკაშვილის რეჟიმის დროს, მერე კარგი პარლამენტში ვიყავი დეპუტატი 4 წლის მანძილზე და ის ჩემი ხელფასი იყოფოდა და ბავშვთა დახმარების ფონდში ირიცხებოდა ნეტა მქონდეს ახლა საშუალება და იგივეს გავაკეთებდი და იგივეს გავაკეთებ მომავალში ძალიან ბევრს 1500-ზე მეტ ბავშვს დაეხმარა ეს ფონდი და არ ვიცი რა ვერც მილიონერი გავხდი არც სახკარი და ის დამიგროვებია და არც აგარაკები და არაფერი და უნიჭოები ვართ ნამდვილად ეთყობა მათი გადმოსახედიდან მაგრამ აი ასე უყურებენ ხალხს სამწუხაროდ ზარია ეთერში გამარჯობათ ისაუბრეთ მოგესალმებით ძალიან გული მწყდება რომ ეს თქვენი გადაცემა გადაიქცა რაღაც გულგატეხილი ხალხის რაღაცა იმათ რა ყოველთვის გამარჯვებულები იყავი ბათუმში ორჯერ ჩავატარეთ მიტინგი იაზრზიეს მეჩეთის წინააღმდეგ თოვლი, კლიმა 100,000 კაცი იყო მოწვეული რატო დაგარგეთ ინიციატივა მოიცა მანდედან სტუდიიდან უხელმძღვანელებს არ ჩამოვიდნენ არაბები მანდედან თქვენ არ გახვიდეთ ეთერიდან თუ შეიძლება რა ხო შეიძლება ვისაუბროთ გიგერათო ჩვენ რო აქცია გქონდა რუსთაველის ძეგლთან აი ამ არაბული ინვესტიციების საწინააღმდეგოდ რო გამოვედით თქვენ იყავით მობძანებული ჩვენ აქციაზე? მე ბათუმელი ვარ. მე ჩამობძანებული ყავით თბილისში, რა პრობლემა იყო? რა უშევოება ძალიან ბევრი საკმაოდ ახალგაზრდა ბრძანდებით 64 წელი არ არის ახლა ის რომ ვერ შეძლოთ ისა. მე იცით რისი თქმა მინდა? ძალიან ადვილია იცით კრიტიკა. და ძალიან ადვილია. ეხლა ბათუმი თქვენ გვერდზე იდგა. კიდევ იდგება და დღესაც დგას. გამოდით მეთქი. დღესაც დგას. კი მე ხშირად ვარ ბათუმში და ვმართავთ ჩვენი შეხვედრებს. სტუმრად ჩამოდი მეთქი. სტუმრათაც ჩამოვდივართ და შეხვედრებიც გვაქვს ბათუმში და შეგეხმიანებით და მოგძანდით. დიდი მიტინგი. ამ არაბების წინააღმდეგ. არაბების წინააღმდეგ დიდი მიტინგი. მადლობთ. დიდი მადლობა ზარისთვის. აი ხო ხედავთ რა. ის არაბული ინვესტიცია ვერანაირად ვერ დაიძრებოდა ადგილიდან. ხალხი რო დაძრულიყო მთელი საქართველოდან და ჩამობრძანებულიყო თბილისში. ეს გაჩერდებოდა. ნამდვილად გაჩერდებოდა. ეხლა მე თანხმობით დავიწყე დღევანდელი გადაცემა და ვთქვი რომ ბოლოს ვიტყვი მეთქი ჩემს სათქმელს და მინდა ეხლა მიუმართო ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას პირადად კობახიძესაც და უთხრა ასეთი რამ იმისათვის რომ დამთავრდეს ეს შუღლი, დამთავრდეს აგრესიული სიტყვათა მიმოცვლა ერთმანეთს შორის. იმისათვის რომ დასრულდეს ქვეყანაში აი ესეთი მძიმე ვითარება, დაპირისპირება ადამიანებს შორის, ოჯახის წევრებს შორის, პოლიტიკურ სპექტრს შორის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. აუცილებელი იცით რა არის? სულ რამდენიმე პუნქტს ვიტყვი. შეწყვიტეთ ადამიანების დაპატიმრება. შეწყვიტეთ ჯაშუშობის აი ეს კამპანია. არ არის ხალხი ჯაშუში ხა ვინც თქვენ დააკავეთ და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება. შეწყვიტეთ მტრობა ქვეყნის შიგნით ყველასთან.
მათ შორის ჩვენთან ჩვენ არ გმტრობთ თქვენ. პირიქით, თქვენ ვტრობთ ჩვენ. ჩვენ არ გმტრობთ თქვენ, ჩვენი სამშობლოსთვის არასოდეს ჩვენ ზიანი არ მიგვიყენებია. პირიქით. შეწყვიტეთ მტრობა მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან. არ არის ეს სიკეთის მომტანი საქართველოსთვის. შეცვალეთ რეპრესიული კანონების მთელი კასკადი. მაგალითისთვის აი ეს დანოსების კანონი რომ მიიღეთ. დაიწყეთ კონსტრუქციული ურთიერთობა პოლიტიკურ სპექტრთანაც, საზოგადოებასთანაც, ხალხთანაც. მოდით რა, ერთი სამშობლო გვაქვს ჩვენ და სიყვარულით ვაშენოთ ეს სამშობლო. არავისი ერთპიროვნული საკუთრება არ არის საქართველო. საქართველო ყველას გვეკუთვნის და ყველას უნდა გქონდეს საშუალება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნის სიკეთეში. და თუ ის ყველაფერი განახორციელეთ, რასაც მე ახლა ვამბობ და რასაც გთავაზობთ, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი და ჩვენი ღია შეთავაზება, მაშინ ქვეყანაში ნამდვილად დაისადგურებს თანხმობის ატმოსფერო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე პატივისცემით გემშვიდობებით, ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას.